14 კილომეტრიანი ლაშქრობა ლაგოდეხის ნაკრძალში, ქვეწარმავლები გზაზე, ბანაობა ჩანჩქერზე და რამდენიმე დაცემა. დღეს ჩვენი მიზანია ჩავიდეთ ლაგოდეხში, გავიაროთ ჯამში 14 კილომეტრი და ვნახოთ 40 მეტრიანი ნინოსხევის ჩანჩქერი. იმდენად მაღალი ტემპერატურა არის, რომ ატმოსფერო არის გაცხელებული და ხილვადობა არის შეზღუდული მოკლედ რა. ეს არის ლაგოდეხის რეზორტი და აქ გავაჩერეთ მანქანა. აქედან შევდივართ. ეხლა დავრეგისტრირდით მოკლედ რენჯერთან, უბრალოდ სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი ჩაიწერეს. ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკი არც ისე მარტივია გამოუცდელი მოლაშქრეებისთვის. გზად რამდენჯერმე მოგვიწია მდინარის გადაკვეთა, რადგან ეს მდინარე ხშირად დიდდება და მიაქვს ყველაფერი, მათ შორის ხიდები, ქვები, ლოდები, ნაგავი და ასე შემდეგ. ხეობაში შევხვდით უამრავ საინტერესო მცენარეს. ახლობით ნახევარი საათია, რაც მოვდივარ. ასევე ამ ტყეში ბინადრობენ შველი, ირემი და შეიძლება გარეულ ღორსაც კი გადავეყაროთ. საათი და 20 წუთია ზუსტად რაც მოვდივართ და ჩემთვის ძალიან რთული გზა. აი, ეს უნდა ავიაროთ ბოლომდე. ძალიან დაკეთებულია. ეხლა მოვიდით მოკლე გზით. ამოვაჭერეთ პირდაპირ. სამაგიეროდ მაგრად მოვჭერით გზა. კი. 5 კილომეტრი გამოვიარეთ, უკვე 2 დაგვრჩა. ოჩაღბაბი. თქვენ თუ გინახავთ რამე ამ ტყეში, დაგვიწერეთ კომენტარებში. ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ გზად წაიღოთ მაქსიმალურად ბევრი წყალი, რადგან მარშრუტის ბოლომდე წყალი არ შეგხვდებათ. დაუცარი ფოტო. მითხარი რომ იღებდი ეხოსი. ნუ და ცდილობს რომ დაიჭიროს. დაიჭირე? ასევე წაიღეთ საკვები, რომელიც არ ფუჭდება მარტივად და შეიცავს ნახშირწყლებსა და ჯანსაღ ცხიმებს, რათა ბოლომდე შეინარჩუნოთ ენერგია. 4 საათია ახლა და გავიგეთ ჩანჩქერის ხმა. ნახეთ რა საყვარელია. ჩიტი. ღირდა თუ არა, ასეთი რთული გზის გავლა. ჯერ არ მივსულვართ მე მგონი. ამ ხელა ჩანჩქერი ცხოვრებაში არ მინახავს მართლა. როგორი ჩანჩქერია, იცი? მართლა რომ დაგავიწყებს მთელ გზას. და ეხა აღიქმებოდეს კადრში. გამაგარია. გადავწყვიტეთ ქვემოთ მდინარისთან ჩავსულიყავით და დაგვესვენა, სადაც იყო პირველი დაცემა და მალევე მე და სანდრო უფრო მძიმედ დავეცით. სანდრო მიჭერდა რომ დაბლა ჩავსულიყავი, ქვემოთ კი ნოდოს უნდა დავეჭირე. ამის რეალდა ფეხი, სანდროს ჩამოვეკიდე, ხელი არ გამიშო და ორივე ინერციით დაბლა ჩავარდით. ნოდო, ცურვა თუ არ იცი, არ ჩახვიდე. დააკვდები და მაქინა ვერ ამოდი. აუ მაგრამ ეშინია. თუ ეშინია, ამოდი. 1 2 3 არ შეგიწვიოთ მაგრამ. არა, ამას არ ჩავსავай. ოი
ოიც მაგრამ ხაჩავ ერთი ამოსვლისას უფრო მეტი ყურადღებით ვიყავით, რაც უფრო რთული იყო, რადგან კოჭებს ვეღარ ვიმორჩილებდით. გველი აი ჩოდო არ რატო აწვალე რატო ვაწოლებ ქაუშვები ხო? დიდაც აქვე არ იქნება სრულიად უწყინარია და ინსტინქტიც კი არ გააჩნია, რომ ვინმეს უკრინოს. ამებს თუ ნახავთ, არავითარ შემთხვევაში არ მოხდა. ღირდა თუ არა ამ ჩანჩქერის გამო ამ ხელა მანძილის გავლა, გეტყვით რომ კი, რადგან ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ჩანჩქერია, რაც კი აქამდე გვინახავს. კონცენტრაციის უნარი მაქვს ნულს ქვემოთ იმდენად დაღლილი ვარ კოჭები აი ესე მიშვება ყველა ნაბიჯზე ძალიან მკივან ფეხს სწორად ვევგავ 9-7 წუთია და დაგვრჩა დაახლოებით ალბათ 20 წუთის გზა ხო? ნახევარი რა. ხუთს ვეღარ ვქნობ ერთი ეგარი ძალიან დაბნელდა უკვე საბოლოოდ დაგვაღამდა მაგრამ თავარი ხიდები გადმოვიარეთ როგორ ვიქრად რა ვჭირთ შევხედ გიხოთე არა მანქანას ხედავ ხო 10 მეტრით არ მოშორებ ახლა არის 12 საათი ზუსტად და არ წამშემოეც თბილისში მოკლედ ჩვენი გვერდის გამოწერა არ დაგავიწყდეთ და სხვა ვლოგები იქნება და შეგიძლიათ ძველებსაც უყუროთ